პოლონეთში ავარიას ორი ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა. პოლონური მედიის ცნობით დაღუპულები 29 და 35 წლის ახალგაზრდები არიან. ისინი ოპელის ტიპის მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. შეჯახება კი ავტომაგისტრალზე მოხდა, რომელიც იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ორივე კაცი ადგილზე დაიღუპა. როდესაც თქვენი 2024 წლის არჩევნები გაყალბებულია და თქვენი ლეგიტიმურობა მთელს ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელის კამები უფრო ადვილი გზაა. პოლონელი ევროპარლამენტარი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ოცნების არ მონაწილეობას გამოეხმაურა. ოცნების წევრმა ლევან მახაშვილმა ასამბლეას ღია წერილი მისწერა და არ მონაწილეობის მიზეზად ევროპარლამენტის მტრული რიტორიკა დაასახელა. სინამდვილეში სწორედ მათივე მტრობაა დემოკრატიისა და ევროპის მიმართ, რაც მათ იზოლაციაში აყენებს, წერს ევროპარლამენტი. გალამაზდება, გასალაშინდება და მიიტანება. ოცნება ოპოზიციის ასაკრძალად ემზადება. ოცნების წევრი ბეჟან წახაძე ამბობს, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კვირაში შევა. ვინ იქნებიან ასაკრძალთა სიაში ჯერჯერობით უცნობია. გზის გადაკეტვის საბაბით დაკავებები განახლდა. ცოტა ხნის წინ სახლთან აიყვანეს ნიკა კვიტატიანი. კოალიცია ცვლილებისთვის წევრის დაკავების შესახებ ინფორმაცია ოცნების პროპაგანდისტულმა პოსტივიმ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. სიაში 6 ადამიანი იყო, საიდანაც 4 იმ დროისთვის დაკავებული არ ყოფილა. პოსტი მალევე წაშალეს.